ერთი კვირა ვიძახი რომ ვიყიდი ახალი მანქანა. და ყველა ჩემს ირგვლივ ელოდება რომ სასწაულს მოვიყვან. თანამშრომლები, ოჯახის წევრები, ნათესავები, ყველას უყვები რომ ვინც კი შემხვდა ბოლო 10 დღეა, ყველას უყვები უფრა მანქანა ვიყიდე და აგერ ბატონო. ნახეთ როგორი საყვარლობა იყიდე. მე ამისგან გავაკეთებ და მე გაჩვენებ. რა გამოვა განახებ, ჩავრგავ ყვავილებს და ყველა შეეხარდება. მთელი ქალაქის სურათებს გადაიღო. ჩვენი კოლხოზნიკი გადის. თავისით მოვიდა კასპიდან ჩვენამდე. არ არსებობს მე მგონი მსოფლიოში ქვეყანა, სადაც იმდენნაირი ლობიო მოჰყავთ როგორც ჩვენთან. ჩვენი ბაზრები სავსეა ნაირ-ნაირი ჯიშებით. როგორც ზოგი მერცხალაო, ზოგი თირკმელაო, ზოგი თეთრი ლობიო, ასნაირი, გემრიელი, კარგი ჯიშები გვაქვს. მინდვრის ლობიო აგერ წილობიო, რომელი გინდა გურულაო, ბათუმელაო, მაგრამ ლობიოებს შორის ყველაზე ძვირფასი ჯიში, რაც კი აქამდე შემხვედრია, არის დაბალ ლობიოებში შავმარცვლიანი ლობიო, გიშერს რომ გავს მისი ნაყოფები, შავმარცვლიანი ლობიო, არაფრად არ ვარგა მარცვლად, არც უნდა იფიქროთ ამაზე, საშინელება გამოდის ტაოტივით მოხარშული, არ ვარგა მარცვლად, მაგრამ ყველაზე კარგია პარკად. უფხოა, არ იცის ფხა, ძალიან ნაზია, საადრეოა, ბევრს ისხამს და საუკეთესო დაბალი ლობიოა. ამ ჯიშის შენახვა და შენარჩუნება ნამდვილად ღირს. თუ კი სარის დარჭობის საშუალება და ფუფუნება გაქვთ, უკეთესი ჯიში ვიდრე არსებობს გურული ქონა ლობიო, არც ერთი არა ამაზე უკეთესი, არც ერთი სხვა ჯიში არა. აქვს გრძელი, ბრტყელი პარკი, სასწაული გამოდის ნედლ ლობიოთ და საოცრად კარგი გამოდის ხმელ ლობიოთ. 1.5 კილოიანი ქილა რომ ჩაყაროთ მოსახარშად, თლიან ქვაბს გაავსებს და გურულები ამაზე ვიტყვით. კარგი გართვა აქვსო. გართვა ნიშნავს რომ 1/5-ად გადაიქცევა და მთლიანი ქვაბი გაივსება. უგემრიელესი, საუკეთესო ჯიშია. მე ამ ორ ჯიშს ვეფოფინები, ვინახავ და ვამრავლებ და თქვენს ამ ჯიშებს გთავაზობთ. რა თქმა უნდა, ყველა დანარჩენი თავთავის ადგილას კარგია, მაგრამ ამ ორს არც ერთი არ შეედრება. ბევრს აქვს პრობლემა და ლობიოს ვერ ინახავს ზამთარში, მარაკს ვერ აკეთებს, მით უმეტეს თბილ ოთახებში იჩრჩილება. მინდა გაგიზიაროთ ერთი მშვენიერი მეთოდი, ძალიან ჯანმრთელი და ბუნებრივი, როგორც ინახავდა ჩემი ბებია ლობიოს. ნაცარი ქონდა ყოველთვის გაცრილი, ჩვეულებრივი ბუხრიდან აღებული ნაცარი, სუფთა ნაცარი და ამ ნაცარში შეურევდა ხოლმე, აი რომელიმე ერთი ჯიში ავიღოთ. მინდა ორი ჩვენინება და იმდენივე ნაცარი უნდა დააყაროთ, რამდენიც ლობიოა. თუ კი სათესლად ინახავთ, ხომ მით უმეტეს არანაირი პრობლემა არაა, მაგრამ საჭმელ ლობიოშიც ეს ნაცარი რომ შეურიოთ და ნაცართან ერთად ჩაყაროთ მშრალ ფივაში, თქვენი ლობიო აღარ გაიფოტრება, არ გაფუჭდება, გინდა 3 წელი გეყაროთ, არ გაფუჭდება. ასე შეინახება. საჭმელად როცა იყენებთ, საჭმელ ლობიოს რა პრობლემა ამოიღებთ, საცერში გაცრით, ნაცარი ქვეშ გაუვა, ლობიოს გაავლეთ წყალს, ნაცარი სუფთა არ შეგეზარებათ, შეინახავთ ნაცარს ისევ და მეორეჯერ ისევ გამოიყენებთ. ასე შენახული ლობიო ყოველთვის იქნება ჯანმრთელი და არ დაიფოტრება, რა ქვია დაფოტრვას, არ გაფუჭდება, არ შეჭამს პეპელა და რამდენიმე წელი შეგიძლიათ ქილაში ჩაყრილი შეინახოთ ამ ბუნებრივი მეთოდით. მე მგონი რომ წაგადგებათ ეს პატარა შველა და კიდევ ერთხელ რეკომენდაციას ვუწევ, რაც სიტყვა მოვიგონე, ჩემი ფავორიტებია, ეგეც სუდია, ეს ორი ჯიში, დაბალი შავმარცვლიანი პარკისთვის, დაბალი ლობიო და სარის ლობიო გურული ქონა.